სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები კვლავ თქვენთან ერთად არის. სალამი ბატონო გიორგი. ბატონო მიხეილ, გამარჯობა. რაზე ვსაუბრობთ დღეს ბატონო გიორგი? თემა თქვენ რო წარადგინოთ. რანაირად შენი იდეა იყო და ეგრე კარგად არ ჩაღრმავები, რომ ცუდად ვიყავი გუშინ აუდექის ლივის. ანუ ჩამკეტი მექანიზმები ვიცი მხოლოდ კი ბატონო, წარდგენით მეტი ვერ წარვადგენ გამჭირდება. ჩამკეტი მექანიზმები. თუ გინდა გეტყვი საიდან წამოვიდა იდეა. აი ეგ თქვი, კი, ყველაზე საინტერესო ეგ არის ნამდვილად. რატო გადავწყვეტ? უბრალოდ მაგას მე ძალიან შემიძლია ჩავღრმავდე. დაჟე გაგაჩერებ. გამაჩერებ? კაი. მოყევი. ნუ იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩამოგვიდა ჰოკის ტალონები, რომელსაც, ახტოვანი ბული დაურჩი მე თვითონ ჩამკეტი მექანიზმით, როგორც ვიცი, მიხეილიც, მე იმას ჩავუღრმავდით, რომ რა მაგარი ხალხი არიან, რა მაგარ ჩამკეტ მექანიზმებს აკეთებდნენ, როდის აკეთებდნენ, საიდან მოდიან, რანაირად როგორ უყვართ დანები და მიშამ ვიდეო ჩავწერე და ჩამკეტ მექანიზმებზეო და მე ისე შევყევი, რომ მთელი ჩემი კოლექციას მინდა რომ გადავხედო და მთელი ჩემი კოლექცია წამოვიღე და მაგაზეც რავი თუ დაგვრჩება სასაუბრო დრო მიხეილ საერთოდ როგორ უნდა შევაგროვოთ კოლექცია მაგაზეც მინდა რომ ვისაუბროთ ძალიან მაგარი იმიტომ რომ მე პრობლემა მაქვს ბოლო პერიოდი ფიქრობ მაგაზე აი მაგ განსაკუთრებულად მაგის მერე რომ რაღაც ქაოსი მაქვს მე ანუ და გინდა რომ რაღაცა მისცე მიმართულება ასე ვთქვათ ხო კი ქაოსი მაქვს ანუ დანებს რო უყურებ კი, ყველა კაი დანა მაქვს, მაგრამ დანას რო უყურებ, მე ვიცი რომ ის რაღაცის ნაგლეჯია რა და სრულად ვერ ხედავ ხდები და რაღაცის დანაკლისს ვაგრძნობ მე იმ დანას რო უყურებ რა და იქნებ რაღაცნაირად ისეთი ფორმულა შევიმუშაო. გასაგებია. მოდი ადრეს გვისაუბრებ რომ რაღაცა კლუბივით გავაკეთოთ თქო მიშა. ხო, არა, საჭიროდ არ ვიცი გითხოვს თუ არა. ფაქტი არის რომ არის მან პრობლემა, გეთანხმები, ანუ ყველას მან იცით როგორ გაიგეთ, ანუ რეალობა არის ესეთი, ანუ ყველას ანუ არა აქვს მნიშვნელობა ვინ რა ბიუჯეტით აგროვებს. ნებისმიერ ბიუჯეტში არის აი ეს პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, თქვათ, არ ვიცი, 10000-იანში, 5000-იანში, 500-იანში, 100-იანში. ანუ ეგ პრობლემა არის, რომ სრული სურათი არ გაქვს, რაღაცა ფაზლები გაქვს და აბა რა ვქნა. კი ბატონო. აი ეგ ძალიან საინტერესო თემაა. ხო და ანუ არ ჩაურმავდით მეტი ამ კოლექციას. არა, იმიტომ რომ მაგის დრო მოვა მალე, უბრალოდ დავიწყოთ ჩამკეტებით და მივყვეთ მერე ნელ-ნელა. მაშინ თავარი გმირით არა თავარ გმირი ცოტა შუასკენ ის ვქნათ თავარ გმირამდე მოდი მაგიდაზე გვიწყვია ჩვენ განსხვავებული ჩამკეტი ასე ვთქვათ მექანიზმების მქონე დანები მაგრამ სანამ ამაზე ვიტყვით მოდი ვთქვათ სტანდარტულად დღეს რაც არის ყველაზე გავრცელებული რომელიც მაგიდაზე არ გვიდევს ხო ეს არის liner lock-ი, frame lock-ი, კი ბატონო, axis lock-ი, და თქვა button lock-ის და მაგვარი ვარიაციები. მაგრამ back lock-ი და back lock-ის, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ამ წუთას ვისაუბრებთ ოდნავ სხვა მიმართულებით ჩამკეტ მექანიზმებზე და მოდი აი ამდანით დავიწყოთ. ესე იგი, ეს არის კარგად დავიწყებული ძველიო, რო იტყვიან, ანუ გრავიტაციული ჩამკეტი მექანიზმი ეგ არის და გახსნის მეთოდიც ეგ არის, ანუ გრავიტაციული ტიპის დანა, რომელსაც დამატებული აქვს უბრალოდ დამცავი. კი ბატონო. დაიჭირე ბატონო გიორგი და ორი სიტყვით თქვი შენი მოსაზრება. ბევრს უკითხავს ხოლმე გრავიტაციული რა არის, ანუ პირდაპირ გაგებით გრავიტაციით რაც იხსნება და იკეტება. ესენი არის ბალისონგები არის, რასაც გრავიტაცია ჭირდება. კიდევ არის გრავიტაციული დანები. გრავიტაციას ნუ ჩაუღრმავდებით, იმიტომ რომ გრავიტაციის ძალა ერთადერთი ძალა არის, რომელიც არა ერთადერთი, რომელიც მეცნიერება არ იციან საიდან მოდის. ხო, ამიტომ თვათ გრავიტაციაზე მე და მიხეილი დღეს გრავიტაციას არ ჩაუღრმავდებით. ხო, გრავიტაციას არ ჩაუღრმავდებით. დედამიწის მიზიდულობის ძალა, მაგრამ აი საიდან ჩნდება ეგ ძალა? მაგაზე არ არის. მოკლედ გრავიტაციით, რომელიც მუშაობს და სხვა რაღაცა დამატებით ენერგიას არ საჭიროებს, თქვათ რაღაცა ზეწოლას, ეს არის გრავიტაციული დანები და ამ შემთხვევაში კლასიკური წარმომადგენელი ჩამკეტი მექანიზმის. აი ეხა ეს რა ჯგუფში გადის. იმიტომ რომ ერთი და იგივე ბრენდზე გვაქვს ხო საუბარი, ანუ რიტის იყო ისიც და ეს არის ჩვენთვის აი ძალიან საინტერესო დანა არის. მე ვთვლი რომ აქ გრავიტაციაც მაგდა ბატონო. მოდი მაშინ დავამატებდი რა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ სეიფია ჩამკეტი არის რა. ეს შეიძლება არ ჩაკეტო და ანუ აქ სულ გრავიტაცია გვაქვს და ისნა დაიკეტა გაიხსნა. კი ბატონო. სულ გრავიტაცია გვაქვს და ამ შემთხვევაში უკვე მიშველებული არის რა ლამაზი ფერია მიხელი, რა მაგარი ფერი არის. იბეშიც მაქვს. კი ბატონო. ხო და ნუ ამ შემთხვევაში button lock-იც გვაქვს, ჩამკეტი. მაგასაც გავუსმენ ხალხს, ადრეც გითხოვს ხოლმე რომ button lock-ი ჩვენთან ბევრმა იცის რომ გინათ რომ ავტომატური უნდა იყოს რა და ავტომატურს არ აქვს არანაირი კავშირი ღილაკთან. ეს არის უბრალოდ დამატებით ზამბარა არის, თორჩეული ჩამკეტი მექანიზმი არის button lock-ი. ამ შემთხვევაშიც გავხსნათ. კი. მე ხელს ვიჭრე ამდანით ყოველთვის, ამიტომ საჭირო არ არის. ნუ ამდანაც
ამდენაზე ალბათ გვისაუბრია რა. კი. არის ხოლმე რაღაცა დანები, რომელიც რაღაც თანაზე მეტად რაღაც ნიუთის ემოციას იწვევს, რომ აი მაგარი ნიუთი არის რაღაცნაირი და აი ეს მაძლევს ეგეთ ემოციას რა, იმიტომ რომ აი დაკეცილ მდგომარეობაშიც აი რაღაცნაირი ეგეთი ტიპი არის რა, იმიტომ რომ ფრაიბარიც არის, უკანაც რო აქვს აი ეს რაღაც საჩიჩქნი და ატანო ბოთლი გახსნა ყველაფერი, ხელშიც რაღაცნაირად ისე მაგრაძის და ნუ რა თქმა უნდა აროჩე თავსაცხი თქავს და შტირიც არის, ხო, როგორც ჩვენი მომხმარებლები იტყვიან ხოლმე. მეზიზღება რო მეზიზღება, მაგრამ მაგარი შტირია. ისე სიტყვა რას ნიშნავს, იცი? ადრე მოიზია და მიდევამ განორცე? კარგი, არ გვინდა გავცობა. არ გვინდა გავცობა. კარგი არაფერი არ არის. მოკლედ, ანუ გრავიტაცია არის რეალურად ჩემთვის. ესეც უბრალოდ აქ არის ორი რაღაცა ერთბაშად გაკეთებული. მე მინდა რომ აქვე მე რო ხშირად არის ხოლმე ფასი და რაღაცა, მე ვიტყვი ხოლმე range რა საფასო კატეგორიაშია. ეს ორივე დანა არის 1000 ლარის კატეგორია. გავაგრძელეთ და ჩემთვის არის ერთი ძველი ბრენდი, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს ჩამკეთ მექანიზმებს და მეორე ახალი, ორივე აქ მაქვს. მოდი ახლით დავიწყოთ და Midgard Messeri არის კომპანია, რომელიც აი იმ ტრადიციებს, რომელიც ძველ კომპანიებს ჰქონდათ, მათ შორის Hawkepსაც, ჩემი აზრით, კარგად აგრძელებს, იმიტომ რომ Midgard-ის აი ეს ჩამკეტები ბევრი რამე არის Hawkepsგან აღებული. მაგას მე განვავრცობ, მაგრამ მოდი ახლა კონკრეტულ ჩამკეტებზე ვისაუბროთ რა. აი ამას მე არ ვიცი რა. სახელები არ მკითხო ახლა, ხო? არც ქვია რა. არც ქვია. ანუ აი რაღაცა არ მახსოვს, რაღაცას იზახთა ვიდეოში. ესე და მე დაჭირე და ჩაიკეტა. ნუ ეს წინა ვიდეოშიც ქონა მე მგონი და დაიმსახურა რომ ზედიზედ მე მგონი ყოფილი. ხო, ან ეს არის ლაინერი აქ რეალურად, მაგრამ ნუ ამას ვერ ვიტყვი რა, რომ რაღაცა ლაინერია მარტო თქო რა, აი რაღაცა არის ლაინერ სუპერ დიჯიტალოკი. ქვია ამდანს. უրա მაგარია. ნახე. კარგად ხსნა მგონი. შენ მაგრად გაქვს ამოღებული? ძალიან, კი, ნაკლად. ესადე? აი? კი, სარეკლამო რგოლებიც არის. კი, რა ეგრევე. Just do it რა. ნუ მოკლედ არის რომ თქვა შეიძლება ძალიან პრაქტიკული იყოს ჩამკეტი მექანიზმი, ძალიან ფუნქციურიც იყოს. არის რომ შეიძლება უბრალოდ ძალიან რაღაც საკოლექციო იყოს და განსხვავებული იყოს. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. სხვა ჩაუგმოდით რომ საიმედოს, ბევრს გონია მაინც საიმედოსკენ მიდის ხოლმე რა. ხო, არა. ყველაზე საიმედო ის სხვა არის კიდევ რა. მივალთ მანდაც კი ბატონო და ძალიან კარგი რამე თქვი, იმიტომ რომ საკოლექციო ჩამკეტი მექანიზმი ნამდვილად არის ერთ-ერთი კრიტერიუმი იმისთვის, რომ საკოლექციო მნიშვნელობა გქონდეს. კი ბატონო. იმიტომ რომ ჩამკეტი მექანიზმი დიზაინთან კავშირში არის, ვერ გააკეთებ შენ მაგალითად აი ამ ჩამკეტს, ხო, ვერ გააკეთებ აი ამ დანას. კი. ანუ გინდა დიზაინთან მოდის კავშირში რა. მოდი ეს დანაცვა ჩვენოთ ჩვენ გავწერებს ვალღალა. არც ამის ჩამკეტი სახელი არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი ესე გვერდზე აი ამ ადგილებში ორივე მხრიდან აქვს რომ უნდა მოუჭიროთ ხელი და ხელს რომ მოუჭერთ აი ესე დანა უკვე დაიძრა და უკვე ამ შემთხვევაში აი ესე ლამაზად აი ესე იკეტება. აი ესეთი საოცარი ჩამკეტი მექანიზმი აქვს, რომელიც ნუ რა თქმა უნდა საკოლექციო არის და ამაზეც გული მწყდება მიხელი რომ ამისი დიდი ვერსიაც აღარ მაქვს, შუა აღარ არის, აღარ იშოვება და ეხლა ეს არის ზუსტად აი Hawkes ერთ-ერთი კი ბატონო, სადაც სუმცირე დეტალია შესრულებული და ამიტომ Hawkesზე აუცილებლად ვისაუბრებთ. სანა Hawkesზე მივალთ, Cold Steel არის ბრენდი, რომელსაც მე მგონი ყველა ჩამკეტი მექანიზმი აქვს, აი ეს ცნობილი თუ არ ჩავთვლით, მე არ ვიცი, ერთადერთი ფრონტალური აქვს თუ არა რა. არ გამიგია Cold Steel-ის ფრონტალური. Cold Steel-ის ფრონტალური? OTF. დაუგუგლავ და მე. ხო, მაგრამ რაც თავარი აქვს ძალიან საინტერესო ჩამკეტები რა. მაგალითად RAM-safe lock-ი, რომელიც ყველასთვის საყვარელ ბუშმანზე აყენია, ნამდვილად არის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრა ვაგანტული და ექსტრა ორდინალური ჩამკეტი მექანიზმი. სიმართლე გითხრა, ალბათ ერთადერთი დანა არის რომელსაც აი რაღაცნაირად მიჭირს, თუმცა ნუ აბსოლუტურად მესმის თავისი რაღაც ორიგინალურობა გამომდინარე, რატომ არის პოპულარული და ჩვენთანაც კი, რომ აი ესე ყველაზე მეტად გაყიდვადი არის. რამდენჯერმე ხელიც მომეწეწყვა, აი მაშინ, აი ხელიც მომეწეწყვა და ნუ შეიძლება პირველი ემოციაც არის რა, რომ პირველი
გაქნევით რო ხსნიან ხოლმე, სულ თხოვ ხოლმე რომ რაღაც მეშინია რომ რაღაც არ გაიგო და გაქნევით და ეს რო გახსნიან ხოლმე, ემოციურად არ მომწონს ხოლმე და რაღაცნაირად ისევ რამდენად თუმცა თავისი აი იმიქიდან გამომდინარე, რამდენად ორიგინალური არის აი ეს ადგილი, აი თავი თვითონ ეს გაყრილი რო აქვს პარაკორდი, აი ამის ესე გაქაჩვით დანა თავისუფლდება და ინერციით როცა გაიქნე, უკვე დანაც იხსნება ხოლმე. აი ეს არის და აი ესე იხსნება დანა და აი გახსნა დაკეტვის მომენტში ყოფილა შემთხვევა რომ მომყოლია ხოლმე ხელი მიხეილ და ამიტომ ორი ხელი წყნარად გახსნა დავკეტოთ და არის ძალიან ფუნქციური, ძალიან ისეთი გამოსადეგი ინსტრუმენტი, საკმაოდ კარგი ჭრით და მისაღები ფასად მოკლედ კოსტილ ბუშმანი ეს 100 ლარის ფარგლებში არის ეს დანა. და აი ტრადიციული ჩამკეტებიდან, ანუ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ეგრეთ წოდებულ სამკბილა იქნება ქართულად. კარგი. ნავახას ტიპის ჩამკეტი, რომელიც ესე და ამას პროსტა ბევრია, ხუთკბილა არის ეს ამ შემთხვევაში. ეს არის ნავახა, ხო? კლასიკურები ძველები იყო სამკბილები რა. კი ბატონო. 3, 1, 2, 3 ჯერ გადადიოდა და მოკლედ შიგნით გვაქვს აი ეს კბილები. დიახ. რომელიც აი ესე რომ გადადის, თავისი მუღამი აქვს. თავისი მუღამი აქვს და აქაც ჰოუკი არის ახსენებელი, ჰოუკმა ეს ისე კარგად გადააკეთა და იმ დაგვარი საინტერესო რაღაცა შექმნა აი ამ ჩამკეტისგან, რომელიც ერთ-ერთ სხვა ბრენდმა მერე გამოიყენა, მაგას მოვყვები. მოკლედ ძალიან მაგარი რამეა და ქოსტილ კუდუს ჩემი 10 მაგი პატივისცემა, რომ აი დანა რომელიც 40 ლარი ღირს მხოლოდ ასრულებს ფანტასტიურად თავის მოვალეობას, მართლა კარგი ჩამკეტი აქვს, არის ელეგანტური და ასე შემდეგ. ნუ ყუდუს რაც შეეხება, ნუ ის რაღაცა ჩამკეტი მექანიზმით მაგ ფასებზე წავედი ისე ფასი რო ახსენე რა და მაგის გარეშე 25. ხო და მაგის გარეშე ის ნამდვილად კონკურენტო არის. ის ჯერჯერობით ფავორიტი არის თავის ფასიდან გამომდინარე და ეს ნუ თავისი ორიგინალურობიდან გამომდინარე კარგი არის, თუმცა მაგ ფასში უკვე ჩინელები ძალიან მაგარ ფუნქციურ დანებს აკეთებენ. ხო, მაგრამ მაინც მაგ ფასში ჩემთვის უკონკურენტო. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც მე ამაზე კარგი დანა ჩემთვის არ არის არც ერთი სხვა. კი ბატონო. ისევ ქოსტილზე და ჩამკეტი, რომელმაც უკონკურენტო გახადა თავისი სიმყარე, თავისი გამძლეობა, ტრიადლუკი, რომელიც დემკომ ენდრიუმ და ლინმა ერთობლივად გააკეთეს. ეგ იგივეა პროსტა ერთობლივი, რომ მე რო ვთქვა, რომ აი დანა გიორგისთან ერთად გავლესეთ ხო რა, ანუ დაახლოებით და რო არ გამიტეხოს რა პროსტა და რო თქვას კი მე და მიშამ ერთად გავლესეთ დანა. აი ეგეთი პონტია რა, დემკომ გააკეთა და მოს ქვია რომ ლინ ტომპსონთან ერთად. და აქაც ანუ სამკბილა არის იდეაში, ესეც თავის დაახლოებით რა, ანუ ესე შეგვიძლია უწოდოთ და ყველა ტესტით, რა ვიცი, დამტკიცებულია, რომ ყველაზე მეტ დატვირთვას უძლებს დღეს. ნუ ამაზე დავა არ არის, რომ ყველაზე მყარი საიმედო ჩამკეტი მექანიზმი არის, ვისაც უყვარს თქვათ, რომ საიმედო თქონდეს, თან არის ადამიანი, რომ უყურებს ხოლმე, რომ რაღაცა ის აქვს წიკივით, რომ გონია რომ დაეკეცება თან. შეიძლება ისე არ იყენებდეს, მაგრამ უნდა რომ მყარად ჩაკეტილი იყოს რა. ამაზე მყარი და საიმედო ჩამკეტ მექანიზმებში სხვა არ მეუბნება. ეს კონკრეტული არის Coastal Tiger Claw, ანუ ვეფხვის კლანჯი და რა ვიცი, ძალიან მომწონს. საოცარი დანა არის. მიხეილ, სანამ გავაგზავნებ, შენი ფავორიტი რომელია ახლა? ვიცი რომ ეგეც იცვლება. რა ჩამკეტ მექანიზმი ახლა. რომელი თერთოპი ყველაზე მეტად? ნუ მე ძალიან ბანალურად ვარ მაგ საკითხში, ბატონო გიორგი, frame lock-ი არის ჩემთვის ანუ იმიტომ რომ ნუ მიყვარს რა, მოკლედ რა, ნუ ხელს ნაკლებად ვიჭრი, არ ვიცი, მოკლედ frame lock-ი არის ჩემთვის slip joint-ით ვერთობი ბოლოს. slip joint-ით? კი, მეც ვერთობი, ნამდვილად. Spider-Co's quick-ი, ცივი არ არის, კარგად ხსნი, კეტავ, სიამოვნებს. თან მე ის მიყვარს ხოლმე, რომ აი რაღაც საიმედოობა ხარისხი იმ მექანიზმში, რომ ვიცი რომ მაგას არაფერი არ მოგოს, სულ ეგეთი იქნება, ეგ მომწონს ხოლმე რა და ეგ სიამოვნებას მანიჭებს, რომ კარგად იხსნება, იკეტება და სულ ეგეთი იქნება. slip joint-ებმა მე პირადად გამიყვანა, ანუ Spider-Co დავივიწყე, იმიტომ რომ Kaiser-ის ეს რა ქვია, York-ი ლაკონიკოსი როა რა და Little Grande ორივე არის საოცარი. ეგ double detent-ია. მე მგონი ხო? თუ double detent-ი არის York-ი და ის slip joint-ია რა. და მოდი დღეს ესე ბოლო ჩამკეტი Scorpion Lock-ი, რომელიც აქ უკვე ენდრიუ დემკო არის ნამდვილად და იძახიან რომ ამის მერე
ესეც ძალიან დიდ დატვირთვებს უძლებსო რა. უბრალოდ ძალიან ორიგინალური არის, ასევე დიზაინში არის ძალიან ლამაზი, ჩემთვის ეს ჯამკეტი და ეს დანა მიუხედავად იმისა, რომ ლაითი ვერსია არის, იმ არალაითს უფრო კარგი მექანიკა აქვს რა. მაინც მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი საკოლექციო ნივთი. მე უფრო ფუნქციონალობას უყურებდი ხა საიმედოობას და მაინც ტრიადლოკი საიმედოობაში სიმართლე გითხრა უფრო მომწონს, თუმცა არ მგონია ვინმე საერთოდ ტრიადლოკის რესურსი ჭირდებოდეს. ხო, ამის რესურსაც ვერ გამოვიყენებთ რა და იმდენად საინტერესო არის, რომ აი ვისაც მყარი ჩამკეტი მექანიზმები უყვარს, ამ მექანიზმსაც ურჩევდი მით უმეტეს სხვადანებზე შეგხვედრია ესეთი მექანიზმი. თვითონ ქორცილსაც ხوار და სკორპიონ ლოკები ხო სხვა მოდელებზე დააყენეს? არა, სკორპიონი არ დაუყენებია. არ დაუყენებიათ, ეგეთი ორიგინალური დანა არის. ატლასიზე გადავიდნენ რა. კი ბატონო. აი ეს მოკლედ აი ამ ადგილს რო ესე წამოუწევთ, უკვე თავისუფლდება დანისფერი და ესე თამამად იკეტება. სკორპიონ ლოკშიც და ძალიან დიდი გავლენა აქვს ჰოუქს, იმიტომ რომ შენ მაგის მიხედვითაც შეარჩიე და კი, მაგითო ის ვქენი რა, რომ ქართული ვიყავი სხვა რამე გარკვეულ წილად, ამ აი მოვყვები ჰოუკებზე რომ გადავალთ, მოკლედ ვისაუბრებ ჩამკეტებში, მოკლედ რა ამხელა როლი აქვს მაგ ხალხს რა. და ესენი კი ამოუწურეთ. დავიწყოთ. ესე იგი, სიმართლე გითხრა, სანამ იმაზე გადავალთ, ბოდი შეგაწყვეტინე. აი კოლექციაზე რო ფიქრობდი, რო რაღაცა მაწუხებს მეთქი, რომ რაღაც იქნებ ჩამკეტი მექანიზმები და აი მაგიტო გადავიხარე მე ჰოკებისკენ რაღაცნა იქნება ერთი რაღაცა მაინც შევკრა სურათ რომ მე რო დავინახო სურათი რომ აი რაღაცა მამშილებს რაღაცის კოლექცია მაქვს ქაოტური კი არა მე მაგალითად ჰოკი ასევე რატო მომწონს იცი რომ თან ბევრ მოდელებს რო არ უშვებენ თვლი რომ თვითონ ჰოკის შეგროვებაც ძალიან კარგი აზრი იქნება რა მიუხედავად იმისა რომ მანდაც მე ჩახლართულობები მიდის რა ჰოკი არის ისენი რა ქვია იმას კოლაბორაციები, მიდტეკები და კასტომები რა. კი. ახლა არის რაღაცები, რასაც პროსტა ვერ იშოვე. გამორიცხულია რა. კი ბატონო. მაგრამ აი მიდტეკებში იმდენად საინტერესო სიტუაცია არის მანდ. რომ შეიძლება მაგაზე ვისაუბროთ რა. ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირი სურათი დავინახესავით. არ და ისე როგორი ხმამაღალი და თავხედური ნათქვამია რომ მარტივია ჰოკების შეგროვება. არა, აი ეხლა მაგას სხვა გასაჭირია ის ბევრი დადები რო გაქვს, ქაოტური გაქვს და ვეღარ გებულობ უკვე რა იყიდო და რა. სპარგალკა მოვიმზადე რომ უბრალოდ არ მინდოდა არც ერთი კონკრეტული მათი ჩამკეტი გამომჩენოდა და თანამდებობა ჩამოვიწერე. და მიხეილი მოგასშორეთ მაშინ ამებს და ბატონო და იცოდე აჰა ესე კიდევ ერთხელ. მოკლედ 1995 წელს იწყება მათი ესე საჯარო მამაშვილის გრანდა გეივინ ჰოუკების მედანეობა. სხვადასხვა თარიღები არის, ზოგადად იძახიან რომ 88-ში მამამის, მაგრამ ესე საჯაროდ რო ავიღოთ არის 1995 წელი, როდესაც მამაშვილი უკვე ერთობლივად შრომობენ რა. როდესაც მაგ წლებში უმეტესი მედანეების მისდევდა დიზაინს, რო აი რაღაცა განსაკუთრებული დიზაინი, მაგ პერიოდში ეს ხალხი იყო სუფთა ინჟინერულად, რომ ფუნქციონალი მექანიზმი მაქსიმალურად გამართული რომ შეექმნათ რა, უბრალოდ სილამაზეზე არ იყვნენ, სილამაზე კი არა, მე თუ მკითხავ რაღაცა ძალიან მახინჯებიც არის, მაგრამ გენიალური რა, მათ დანებში. და მოკლედ აღმოაჩინეს რომ ძალიან საინტერესოდ გამოსდიოდათ ჩამკეტი მექანიზმები. დღეს რასაც ვისაუბრებ, სამწუხაროდ ეს დანები ჩვენ არ გვაქვს და გეგის მოუწევს წვალება მონტაჟზე. ხო, მაგრამ რა ვქნა რა, მოდი დავიწყებ და ვიტყვი რა. პირველი მოდელი იყო აბრევიატურებით არის მათი მოდელები რა, ET ან ET, რომელიც კერშოუმ შეიძინა და გამოუშვეს ეს დანა და რითი იყო საოცარი. ამ დანის პირი იყო თან კარაბინი. აი რამე დანა რო ავიღოთ, წარმოიდგინო რომ აი აქ რო იყოს თან კარაბინი. თვითონ ფოლადი იყო კარაბინის თვითონ გამოყვა. ხო, იყო თან კარაბინი რა და არის ბოლოში ქონდა ეს ჩამკეტი. ასევე ჰოუკის ყველა ჰოუკს აქვს გენიალური კლიპსა. აი ჰოუკი არ არის, რომელსაც არ აქვს და ეს ძალიან მაგარი კლიპსები რა, ზოგი ესე რო იჭერება, რომელიც შენც გაქვს, ზოგი იყო სიღრმეში, მოკლედ და ძალიან ლამაზები იყო რა, ეს კერშოუ ET გამოვიდა 2000
2005-ში 2005 წელს ET იშიფრებოდა external toggle და 2005-ში Blade Show-ს ნომინაციაში საუკეთესო ინოვაციური ამერიკული დიზაინი მიიღო უმაღლესი ჯილდო. აქვე აღსანიშნავი არის ერთი ფაქტი, რომ არავის 1990 წლიდან მოყოლებული არ მიუღია იმდენჯერ ეს ჯილდო, რამდენიც მიიღო Hawkwiz კომპანიამ. 5ჯერ აქვს ეს ჯილდო მიღებული და აქედან 3ჯერ ZDZ. ანუ ეს ხო საერთოდ არანორმალური შედეგია, რომ 2005-ში, 2006-ში და 2007-ში ZDZ ანუ იგებდნენ ესენი რა, ანუ ხო და აი წეგან მე და შენ საუბრობდით, რომ წარმოიდგინე რამხელა რაღაცა, რომ ესეთ მომენტს იგებ, მაგრამ მარკეტინგულად ეთყობა ვერ შეფუთეს, რომ რეალურად არ არიან ხო ესეთი ცნობილები. და ეს ბოლოდანა რო არა, რა ვიცი, შეიძლება სიმართლე გითხრა რაღაც ჩაუღრმავდი ხა რაღაცას სხვას შევადარე და შეიძლება კარგიც არის რომ არ არიან მარკეტინგულად ეგეთი მაგრები და სხვანაირად უფრო შეიძლება სხვანაირად ჯერ უყვართ კიდევ დანები, მართლა დანებს აკეთებენ. კი ბატონო. და არ მგონია რომ ფულის გამო აკეთებენ, იმიტომ რომ ისეთ კოლაბორაციებს აკეთებენ, თქვა შეიძლება მარკეტინგულად არ იყოს თქვა გამართლებული, არ იყოს ისეთ ფინანსურად მომგებიანი, მაგრამ აკეთებენ ხოლმე რაღაც დაბალ ბიუჯეტურ კოლაბორაციებსაც. კი ბატონო, ანუ ეს პირველი იყო ET, მოდი ესე ვთქვათ რა, რა. მეორე არის DOG, ანუ DOG, რომელიც უკვე CRK team, ასე ვთქვათ, მათი ნებართვით გამოუშვა. ეს აი საერთოდ როგორი დანა არის, იცი? აი ხო ნახავს რა ეკრანზე ჩვენი მაყურებელი ესეთი ბუთქუნა, ესეთი რაღაცა მოშნი დანა არის და ანუ კლიპს ამასაც აქვს, ნუ აი არ ვიცი რა, ძალიან საინტერესო კლიპს აქვს და აი ეს ეგრეთ წოდებული პრედახრანინძელი დამცავით, ან არის ჯამკეტი ამ შემთხვევაში. ანუ მაგ წლებში წარმომიდგენია პროს როგორი შოკირებული ამბავი იქნება, რომ $40 ყიდულობ რაღაცა არანორმალური დიზაინის მქონე დანას. და მესამე არის ძალიან მნიშვნელოვანი MUD, MUDD. ესე იგი, ეს დანა არის ორი ვერსიით გამოშვებული. არის Hawkwiz ვერსიით, რომელიც მოდნავ მომცროა და არის zero tolerance-ის, რომელმაც უკვე 2006-ში მიიღო ეს ჯილდო და მაშინ აი რა ვიცი რა მართლა ახალი სიტყვა თქვა. რა იყო ეხა ეს MUD არის თავის შინაარსით Axis-ის რაღაცა სულიერი ძმა არის რა. ერთი განსხვავებით უბრალოდ რომ ჩამკეტი ანუ რომელიც Axis-ივით არის იდეაში რა, ოღონდ თით საჭერ ანუ კნოპკაა, მაგრამ ნუ Axis-ი წარმოიდგინე რა, ესე კი არ წევ, ესე აწევ რა. უბრალოდ შიგნით ისე არის ეს ჩამალული, რომ ტვერი და ჭუჭყი ანუ ვერ ჯდება რა და თამამად შეგეძლო რომ მაგალითად მაგდანი ტალახში, უბედურებაში, ანუ რეკლამაც ეგრე მიდიოდა რა და შესაბამისად ეს დიზაინის ჯილდოც მიიღო ამ MUD-მა. მეოთხე ნომრით არის Deadlock. ანუ უბრალოდ Deadlock იმ პერიოდში, როდესაც გამოუშვეს, არ მოყოლია Deadlock ეგეთი აჟიოტაჟი. ანუ რაღაცა ძალიან ისე იყო რა, ну აი Deadlock. არა და პირველ Deadlock-ს ანუ საერთოდ მე და ნახე ხო დაშრელი შენ Deadlock. ანუ ესე იგი დანის პირს აქ დაბოლოებაში რომ ესენი აქ სტოპინები აქ, რომელიც აი ეს დამატებითი ჩარჩო ჯდება შიგნით, ჩემი აზრით მე არ ვარ პროფესიით ინჟინერი, მაგრამ რა გენიალური გადაწყვეტილება არის და არანორმალური ის არის რა მოფიქრება, რა ვიცი. მსგავსი მართლა არავის არ ქონია. ესე იგი შენ ძახი რომ თავიდან ეგეთი აჟიოტაჟი არ მოყოლია. არა, Deadlock-ს არ ქონდა თავიდან ესეთი აჟიოტაჟი. ბრინჯაოს ის იყო ჩარჩო პირველი Deadlock-ი რა. ხო. და რაღაცნაირად ძალიან ვიწრო წრეში. ასე გამოდის რომ სწორად მე დაფასდა რომ არავინ რომ არ გააკეთა ამდენი ხანი და ვერავინ რომ ვერ გააკეთა. მე მიხსნე რომ მე მაგაზისკენ გეთახმები, ალბათ ეგ იყო რა. იმიტომ რომ დაახლოებით Deadlock-ი გამოდის 2006-7-ში. ანუ პირველი თვითონ ჩამკეტი მექანიზმი რა წარმოიდგინე როდინტელი არის რა. Deadlock-ს დაუბრუნდებით აუცილებლად და ესე იგი შემდეგი არის RAM. ეს კერშოუსთან ერთად გამოვიდა, ამასაც იხილავთ იმაზე ეკრანზე, ანუ ესე იგი ამ დანის ესეთი მოშნი ბუთქუნა დანა არის, მაგრამ გაბარიტებით რაღაცა benchmade გრიპტილიანისკენ მიდის, უბრალოდ
ანუ იმდენად კარგი კონსტრუქცია იყო, რაც ბენჩ ჰქონდა რა, რომ იღუნება და რაღაც ანუ ეგ პრობლემები იყო სრულად რა მოხსნილი და აი ეს დანა დღემდე ძალიან მოთხოვნადი არის კერშოუს ეს დანა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ღირდა რაღაც $50-მდე, დღეს $400 ღირს მეორად ბაზარზე, მაგრამ ნუ ფაქტიურად არ იმაშვებოდა რა. რამის ასევე ის იყო, რომ იყო ურბილესი, ანუ ჩამკეტი მექანიზმი იყო, ნუ აი საოცარი რბილი და სატასაოდ ძალიან მაგარია რა. ესე იგი 5 უკვე ვთქვი რა, წარმოიდგინე. შემდეგ მე-6 არის TOAD. ეს არის ფუტურისტული დიზაინი, რომელიც დაახლოებით აი წეგან რომ მიდგარ მესერი ავიღეთ. მოდი ვაჩვენო მაყურებელს. ახლა კი. ანუ აქ ხო ეს გვაქვს, აი აქ გვაქვს. იმას აქ, აი აქ. ეს ბოლოში და აი იგივენაირად მოძრაობს და იხსნება რა. ტოდი არის მე ლინკი აქვს კიდე მოდელი, რომელშიც განსხვავება ის არის, რომ ერთგან ჩანს ეს მოძრაობა, ანუ корпуსის. და აი ლინკში ფლაშკების შიგნით არის ეს და შენ ვერ ხედავ მაგ მოძრაობას რა. არანორმალური ხალხი არის. ესე იგი 2015-ში აი ეს კიონიხმა გამოიყენა ეგ ჩამკეტი მოდელში ზინაიდამ. წეღარო განახე. კი ბატონო, წეღარო განახე. და შემდეგ გააკეთეს უკვე ისა რა ქვია, ლინქსი არის იგივე უბრალოდ აი ტარში შიგნით რო არის რა. ასევე ლინქსის ძალიან დიდი მუღამი ის არის, რომ იდეაში დანა არის slip joint-ი, მანამ სანამ ტარის ბოლოში აი ამ ჩამკეტს არ გავხსნით და ჩავკეტოთ. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი slip joint-ი არის რა. მათი ასევე საოცრად პოპულარული და ცნობილი მოდელი არის Beetle. Beetle არის იცი? Beetle მე მგონი იცი შენ. ჩვენ რო გვაქვს. არა. აბა. Beetle ანუ Hawkins. ვერ ვიხსენებ. ხო, იცი. Beetle-ის Hawkins ანუ დარწმუნებული ვარ, რომ 2011-ში მიიღო უკვე ინოვაციური იმაში, რა ქვია, ჯილდო, ეგ არის მაგათი მეოთხე ჯილდო და მაგას მოყვა Rocky ROCK Rapid Open Combat Knife. ეს ჩამკეტი ბაკმა თავის მოდელ Marksman-ში გამოიყენა და ეხლა როგორი არის ეგ ჩამკეტი რა. ათხოვეს თუ შეიძლება. მოგლეთ, აი დანას თავზე აქვს აი ესეთი ფირფიტა. ხო. და აი წინიდან, ანუ აი ეს ჩამკეტი აფიქსირებს, თორე ისე ჩვეულებრივად დასაობს ფიჯეტია სასწაული, მაგრამ იმდენად მყარი ჩამკეტი იყო და თან ეს მარქსმენი არის ესეთი მოშნი დანა არის რა. და ბაკის კარგი თერმიჩკით, თერმოდამუშავებით, ნუ ეგ დანა დღემდე კოლექციონერებში ფასდება ძალიან მაგრად რა. ესე იგი რო არ გამომჩეს კი ეს მარქსმენი იყო მოკლედ აი ამ იმაში ბოლო დანა. ამად გარდა ჰოუკმა ანუ გაუკეთა ბოკერისთვის გააკეთა ჩამკეტი, უამრავი ბრენდებისთვის აქვს ჩამკეტი და იმის პატენტების რაოდენობით არც ერთ დანის კომპანიას არ აქვს იმდენი პატენტი, რამდენიც წარმოიდგინე ამ მამაშვილს. ეხლა რაც შეეხება აი ამ ჩამკეტზე არ მაქვს ინფორმაცია და გამიჭირდა შენ წარმოიდგინე ცოტა მოძიება ტალონის ჩამკეტზე. იმიტომ რომ როგორც ოფიციალურად არის, მან არის ორი ჩამკეტი მექანიზმი აქვს გაერთიანებული და კი ვნახე დაშლილ მდგომარეობაში, მაგრამ აი ვერ გადავიხარე რა, საით უფრო არის ეს, ანუ არც აქსესი არ არის არანაირად რა და არც ეს რო არ შემეშალოს ითი. ანუ ორივეს ბიძაშვილ მამიდაშვილობა აქვს აღებული და ჩემი დაკვირვებით ერთმნიშვნელოვნად არც ერთი კომპანია არ არის ახლოსაც კი აი ამ მრავალფეროვნებით ჰოუკებთან რა. აი ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა რა. მე ჩემ თავზე ვფიქრობ, მადლობა მიხეილ, მე ძალიან მიყვარს ხოლმე შენი ეს ისტორიის ის ვიდეოები რო გვაქვს ხოლმე. და უბრალოდ თან მოყვებოდი და თან ჩემ თავზე ვფიქრობდი ახლა რომ ახლა 200 ჩემს ვაკეთებ. ხო, მოსაძებმა რა ძალიან აი ხო გეუბნები რა. ძალიან მაგარი მუღამია, ანუ არის რაღაცები, რასაც მე ვიცი რომ შენ მოახერხებ და იშოვი და მგონია რომ აი კაკრას მაგდანებს საქართველოს საუბრობ არ ექნება რა ეხლა რა სხვას რა. სიმართლე გითხრა, მაგი არასდროს არ ყოფილა ჩემთვის ის ბევრს აქვს ცოტა აქვს ძვირიღის სიაფიღის. ეხლა საერთოდ მივხვდი რომ აი ეხლა ვუყურებ ჩემ კოლექციას და კოლექცია არ მქონია მეთქი ფიქრობ, იმიტომ რომ იმდენად რაღაც იაფიანებიც მაქვს და რაღაცა ეხლა მივეძით თქოს იმედა ტაპამდე გავიზარდეთ თუ როგორ ვთქვა ეხლა, მაგრამ
რაღაცა სისტემური ხასიათი მივცი მიხელ ამას. ხო, იმიტომ რომ მე აბსოლუტურად იდენტური შეგრძნება მაქვს, ანუ რაღაც დანები მაგალითად ძალიან მომწონს. ეგ კი არა, აი როგორ გითხრა რა, აი რო გადადებული მაქვს აი რაღაცა და ზუსტად ვიცი რომ ის უნდა ვიყიდო, მაგრამ ხვდები რომ ეს არაფერში არ არის კოლექციასთან. და ამიტომ მეც ეგ პრობლემა მაქვს ბატონო გიორგი. შეიძლება ერთ შეხედვით ისე ჟღერდეს, ახლა ხოკები შეგროვებ, მაგრამ სინამდვილეში მთელი ცხოვრება მაქვს წინ და ხო, არა, არსად არ ვჩქარობთ და სამუშაოდ არავის არ ვეჯიბრებით კიდე რა. და სიმართლე გითხრა, იმასაც თავისი ხიბლი აქვს ძალიან დიდი, რომ რაღაცა არა გაქვს და იმისთვის ემზადები და თუნდაც იცი რომ ერთი წლის მერე თქვა შეიძლება ერთი მოდელი დაემატო, ასე რომ ნახოთ, ყოველ შემთხვევაში ხვალე შეიძლება ისევ ქაოტურს დაუბრუნდა, იმიტომ რომ აქვს ყოველს კოლექციონერს გეცოდინებას რომ ყოველს გვაქვს ეგ ეტაპი. რომ თქვათ რაღაცა დავშვიდებით, მე ისე ვაუბრებთ, მე დავშვიდებით, შენ როგორ გაქვს ხოლმე მიხელი? ხო, არა, მე უბრალოდ ამ ბოლო დროს უფრო რა ის ადრე მქონდა ხოლმე ცოტა აი ცოტა ფინანსურად თუ არ ვიყავი, თქვათ, კარგად. ნერვები მეშლებოდა რა და შემეძლო რომ რატო ვალით მეყიდა. ეხა ეგ აღარ მაქვს, მივხვდი რომ არ შეიძლება და ეგ მართლა სისულელია. ანუ რაც გაქვს, იქამდე საბანი გადაიწიე რა, ანუ მაგრამ ბოქში დავწყებდი რა, მოდი ესე ვთქვათ. მოდი ეხა უკვე ამდენ ჰოგზე ვისაუბრეთ და სამწუხაროდ რეალობაში ჯერ ბევრი არ გვაქვს. ორი გვაქვს, მაგრამ ორის იმედი მაქვს. ერთი ლანცეტი რო გამოუშვეს ახლა მაგას ვიშოვი და რეზაკი რო არის, მაგასაც ვიშოვი, თუმცა რეზაკის ბევრჯერ მქონა მაგის საშუალება და ნუ ვთქვათ რაღაცნაირად არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახლა რაღაც ამ ემოციიდან გამომდინარე მაგორს ნუ ძალიან თავისუფლად ვიშოვი და დამნაჩენებსაც ნელ ალბათ შევუყვები. ბატონო. მოკლედ ტალონი მეგობრებო. ჩამკეტი მექანიზმი ბევრ შეიძლება ეგონოს რომ რაღაცა აქსისის ლოკის მსგავსი არის, თუმცა არანაირი საერთო არ აქვს აქსის ლოკთან საერთოდ. იმიტომ რომ არ რეაგირებს ეს ჩამკეტი, აი დაკეტვის დროს თუ უყურებთ, აი ეს ღილაკი საერთოდ არ რეაგირებს ჩაკეტვაზე, საერთოდ, როცა აქსისი დადის, ეს პირდაპირ კეტავს იმას, ამ შემთხვევაში სხვა რაღაც არის ჩამკეტი, ეს უბრალოდ იმას ათავისუფლებს. დანარჩენი რას გვაძლევს ეს? ნუ საიმედოობას და რაღაცას მაგას ვერ ჩავღრმავდები, თუმცა მეც ვნახე ის ვიდეო დაშლილი და საიმედო ჩამკეტი მექანიზმი. ნამდვილად საიმედო ჩამკეტი მექანიზმია. გვაძლევს ყველასაგან განსხვავებულ მექანიკას და ყველასაგან განსხვავებულ ხმებს, ისეც რომ მე ესეთი არ მქონია. ხო, არა, ნუ ეგ არის დანა, რომელიც უნდა ხელში დაიჭირო და გასვლა დაკეტო. თვალით ამ დანაზე შეიძლება ისე ვერ იკაიფო, როგორც ხელში დაჭერეს მე. მე ეგრე ვიყავი სიმართლე. მეც ეგრე მე თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ დანაზე. ნუ რო ჩამოვიდა საოცარი დანაბი ხელი. კი ბატონო. მათხოვე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს, ანუ საერთოდ აი გადაწყვეტილება რა, როგორც წესი ხა ეს დანისტარი რა, ესე მოდის ხოლმე პირდაპირ. აი ეს რაღაცნაირად ჩაღრმავება რო აქვს შიგნით და გეომეტრიულადაც სხვანაირი დაბოლოება რო აქვს, აი რავი ძალიან მომწონს რა ეს. ბევრი რაღაც ნიუანსია, დარწმუნებული ვარ, ეხა ეს დანა მე რო 2 დღე დავიტოვო და უყურო, შეიძლება რაღაცები კიდე აღმოვაჩინო რა, ანუ აი ეგეთი ნივთები მევასება რა, ანუ მოკლედ ახალ რაღაცებს რო აღმოვაჩენ მაშინ და ნუ აი ამათი ეს კლიპსები აქვთ აი იქიდან მოყოლებული რა. ასე რომ ვიღაცები რო იძახიან რომ თვითონ რაღაცა გამოიგონეს, სანამ მაგას იტყვიან, ჯერ ძველ დროს გადახედონ ხოლმე. უი, იმასაც ჩაუждდები. K-bar-თან ერთად გააკეთეს გასაღებების კომპანია რო არის, იმასაც გაუკეთეს ეგ კლიპსა. კი ბატონო. აი მაგას ვიძახი რომ კაი ხალხი არიან რა და აი თქვა გასაღებების თემასთან ერთად რაღაც დადგნენ კოლაბორაცია, ლოგო დაახარეს და ეს კლიპსა გაუკეთეს. არა, რაღაცა რა, აი რა ვიცი რა ვთქვა მაგ სიტყვა როგორ თქვა, არ ვიცი, ეს კედმაღლობა და რაღაც ნაკლებად აქვთ. სავარაუდოდ ძალიან ყელში ამოვიდა იმ მარფიონეს თემაზეც რომ დაიწყო მაშინ ლაპარაკი, მაგრამ ალბათ მოგვარდნენ. მოგვარდებოდნენ. თავიდან ვთქვით და ხო, ნუ ძნელია ეჭიდაო გიგანტებს ზოგადად და ტიპაჟიც რაღაცა არ არის, ესეთი კომპლექტური ტიპაჟი არ ჩანს რა, მოკლედ. ნუ სიმართლე გითხრა, ეხლა ის გამახსენდა რა, შიროგოროვის ის რო იყო, რომ აი რა უნდა ქნაო და რომ ეს ჩინელებიო აკოპირებენო ამ დანებს, რასიო ერთ-ერთ რეპორტაჟში რო ეკითხება რა და კი ბატონო. თავიდან რომ ნერვიულობდიო, რაღაცას ვაკეთებდიო, მაგრამ მე რა მივხვდი რომ რას ნერვიულობო რა, ანუ იმდენად დიდი ხარ, იმდენად მაგარი ხარ, რომ უნდა სხვას რომ მოგვაძოს, კი ბატონო. დამთავრებული არის მანდ რა და ასე რომ არანაირი დანაკლისი არ იქნება მაგითი, ხოკი მაინც ხოკი არის.
ხო, ну, მოკლედ დანების სამყაროს ახასიათებს კიდე რომ შეიძლება ძალიან ბევრმა არასწორი ადამიანმა მიაღწიოს რაღაცას რა და არ შეიძლება რომ არ წავკმინოს ტრაიდერს აქ რა. პირობითად ან ჯერთი ტრაიდერი არ არის, გვარად არის ბურგერი ტიპი და რა ვიცი ხა ქურდობაზე ნასამართლები ადამიანი მანქანის მოპარვაზე მოახერხა ის რომ მთელი ერაყის ომის მისია თავის დანებით გამოტენა რა და ასე რომ ну მაგი ნიჭი არის, სხვა ნიჭი არის. ნიჭია, მაგრამ სიმართლე გითხრა, მაგის გამო მე მაქვს გულში რაღაცა ის, რომ აი ეს ტყუილებს რო კადრულობს იქ რაღაცა სამხედრო სამსახურის თემაზეც რო იყო. ტყუილია, მე დავწმუნდი რომ ტყუილია, ნამდვილად, რაღაცა ბოლო პერიოდი ბევრი ისეთი რაც წავიკითხე, რომ ნუ კი ტყუილია. და ვინც დაეხმარა იმ მაგ ტყუილებში და დღეს რო განცალკევდა და რო იძახის რომ უიმედე და ცუდი შეკაიდეთ მომიშურო, ცუდი თუ იყო 15 წელიწადი მაგის გვერდში იყავი და ეხლა მივხვდი რომ ცუდია, მაგაზე ვგიჟდები კიდე ეხლა. ბატონო, გამოვიღო თავარი გმირი და ჩამკეტი, რომელიც, რა ვიცი, რა მართლა ვერავინ ვერ გააკეთა, მანამ სანამ ჩპუ არავიდა, რა ვიცი, ძალიან მაღალ დონეზე. და რა? არა, ჩპუ ამ სხვა იგულისხმე თუ ამათზელა საუბარი? არა, სხვა იგულისხმე რა, მანამ ვერ საკოპირებდნენ რა. თორემ მანამ ბევრად ადრე იყო, დარწმუნებული ვარ, იმას შურით შურდა кайხანი. ну, მოკლედ, რა არის აქ თავარი ხიბლი და თავარი მუღამი? ანუ როგორც იძახიან, რომ დეტალებში რო არის, რო თქვა აი ეს დამარხულია ისი. გაწყვეტინებ რა. ანუ პირველ დედლოკს თქვენ ნახავთ ვიდეოში და იქ ჩამკეტი ის თვითონ ისიც ხვანაერია რა, ჩარჩო აქ. ჯერ და ზემოდან აქ ნაკლატკები რა, აქ ხო ჩასმული არის და იქ სხვა პრინციპი არა, ხა ეს ბევრად დაიხვეწა იმის მერე რა. ეხლა ამას რო გაახსნი, ამას შიგნით დანა ისო ფუნქციონირებს. განახსნელი მაქვს და თქვა შიგნით დანა რჩება სისტემა შეულებრივად. იმის თქმა მინდა რომ აი რა გსიამოვნებს ადამიანს რომ აი თვითონ დეტალებიც კი რო სრულყოფილი არის აი იმას რო უყურებ ხოლმე თვითონ აი ღილაკს არ ვიცი კადრში რამდენად გამოჩდება ეს ღილაკი რამდენად არის გადაშორებული და გადმოშორებული და აი ოდნავი ლუფტიც კი არა აქვს ისე მყარად არის და ისეთი სასიამოვნოდ მოძრაობს თვითონ აი ისე სასიამოვნოდ მოძრაობს ანუ ყველაფერ დეტალზეა საუბარი თვითონ აი მისი მექანიკა წინ როგორ მოდის და უკან როგორ მოდის ახლა სხვა ფრონტალურებს რო ვადარებ აი ყველაფერი ერთად და ბოლოს რა თქმა უნდა ბოლოს რო იხსნება და აი მოკლედ ხმები აქ სასწაული რა და ნუ რა თქმა უნდა ის რო აი ესეთი დანა ესე დაფრინავს ესეთი მაგარი არის და რა თქმა უნდა რომ იდეალურად კტარი არის და მუშა ყველაფერთან ერთად კი ბატონო მუშა და უზომოდ არ ვიცი უზარმაზარი რესურსით ძალიან მაგარი არის და მოკლედ რომ მოიფიქრებ რანაირად აპირებ კოლექციას. მაგაზე მოდი მე ახლა კი არ ვიძახი რომ ხოკებს ვაგროვებს ხო უბრალოდ ხო ის როგორ არის ემოცია დანას რო აიღებ და რო გინდა ახლა წინაზე კრისრივი ავიღე და კრისრივისა. მაგაზე ერთი ვიდეო ჩავწერო და მე და შენ მიხეილ. კოლექციის კი ბატონო. ასიათზე და იქ გადავწყვიტოთ დავაარსოს თუ არა კლუბი კიდევ რომ შევიკრიბოთ ხოლმე ეს გაჭირებული ხალხი და თქვა ჩვენი გასაჭირი ვის რა გვტკივა რა. ხო არა ნამდვილად. არა ეგ მე მგონი მაგი გაკეთდება რაღაცა მომენტში, მაგრამ განვავრცოთ ეგ თემა ნამდვილად. კი ბატონო. აუცილებლად. მე აუცილებლად გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, იმიტომ რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, მთავარი мотиваცია ამ შემთხვევაში არის თქვენი ჩართულობა, თქვენი ინტერაქცია და თქვენგან მოწონება იქნება ეს კომენტარი თუ გამოწერა. თუ კონკრეტულად რაღაცა გაინტერესებთ თემატიკა, ოღონდ ჩემი თხოვნა იქნება გადახედოთ წინა ვიდეოებს და ნუ გაიმეორებთ იმას, რაც გვაქვს გაკეთებული. ანუ სპაიდერკოზე პირობითად შევხედე რომ ვიღაცას ჰქონდა დაწერილი სპაიდერკოზე. საკმაოდ კარგი ვიდეოა ჩემი სუბიექტური აზრით და ჯერ ის ნახეთ და თუ ჩათვლით რომ არ არის დამაკმაყოფილებელი, მერე დაგვიწერეთ. ანუ თემებს მივიღებთ თქვენგან და აქვე დავაანონსებ რომ ჩვენ სხვა მიმართულებითაც ვაპირებთ ვიდეოების გაკეთებას, რაც აქამდე არ გქონია. ანუ უფრო მრავალფეროვანი გახდება პოდკასტის გარდა უშუალოდ ვიდეოებიც მალე იქნება ძალიან საინტერესო თემებზე და ავიც აქტიურად შეგიძლიათ კომენტარებში მოგწეროთ მეგობრებო. მადლობა მიხეილ ძალიან დიდი ინფორმაციისთვის მე მიყვარს ხოლმე პირველი რიგიდან რო უყურებ ხოლმე შენ მონაყოლს მე გადაცემაში და ალბათ თქვენ. აბა მომავალ ვიდეოებამდე. კარგად.